დღეს უფლებადამცველთა გაერთიანება ოზურგეთის რაიონის გამგებლის კოტე შარაშენიძის მიერ სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გაამართლა. უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით ოზურგეთის გამგებელი 15-მდე თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერას დროს ეს კონფერენცია მიზნად ისახავს გარკვეულ პრევენციას, რათა არ მოხდეს სახელმწიფო სამსახურში მომუშავე თანამშრომლებზე ზეწოლა. უფლებადამცველების თქმით, ბოლო დროს მსგავსი შემთხვევები ოზურგეთის რაიონში მრავლად დაფიქსირდა. ჩვენ გუშინ შეგვატყობინეს, რომ ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე გარკვეულ ზეგავლენას ახორციელებს სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებზე. მისი უშუალო მითითებით თანამშრომლებს მოთხოვეს, რომ დაეწერათ განცხადება სამსახურისთან წასვლის თაობაზე. ეს არის ყოველად გაუგებარი და უკანონო გადაწყვეტილება და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ოზურგეთი დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად უბედურების ზონა, იმიტომ რომ იქ ხალხი დასაქმებული არ არის, ყველაფერი ჩამკვთარია და იქ 15 ადამიანი მუშაობს ამ სახანძრო სამაშველო სამსახურში და ამ ხალხის უკან დგას რეალურად კიდევ ხალხი და ანუ ოჯახები. ეს არის საკმაოდ სერიოზული განგაშის საფუძველი და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ფაქტურად არის საბოტაჟი მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ.